გამარჯობათ მეგობრებო, გადავწყვიტე გავაკეთო ჩანაწერების სერია, სადაც განხილული იქნება დამწყებთათვის გოს უმარტივესი ამოცანების განხილვა. ეს შეიძლება დაახლოებით შევადაროთ დამწყები მოჭადრაკის, პირველი ამოცანებს. სადაც ასავლიან ბავშვს მუქარას, ორმაგ მუქარას, დაბმას, ერთსვლიან შამათებს და ასე შემდეგ. მე მაქვს გაკეთებული გოს შესახებ რამოდენიმე ჩანაწერი, სადაც თამაშის წესები არის განხილული, ვისაც ექნება ინტერესი, შეუძლია ეს ნახოს და რომ შეგახსენოთ, რაც აუცილებელი იქნება უმარტივესი ეხლა განხილული ამოცანების გასაგებად, აქ მოცემული არის ნიმუში თუ რას ნიშნავს ქვის მოკლა. საერთოდ ნებისმიერ დადებულ ქვას გააჩნია 4 დამე, 1, 2, 3, 4, რომლებიც ხაზით არ არის შეერთებული, ეს პუნქტები დიაგონალზე. ესენი დამეს არ წარმოადგენენ. ეხლა დარჩა 3 დამე, დარჩა 2 დამე, დარჩა 1 დამე, ამას ქვია ატარი და ასე ქვის დადების, შავების ქვის დადების შემდეგ ქვა კვდება. შესაძლებელია მოკვდეს როგორც 1 ქვა, ასევე შეიძლება 2 ქვა, შეიძლება მოკვდეს მოკლად ქვათა ჯგუფი. თუ მეტოქი ამის საშუალებას მოგცემს. ამ ქვებს მოვხსნი. აქ მოცემულ სიტუაციაში შავების ამ უჯრას, ეს არის A13, A13, ქვია თვალი. ეს უკვე არის თვალი, მაგრამ თუ ერთი თვალი აქვს ჯგუფს, სამქვიანი ჯგუფს აქვს ახლა ერთი თვალი და ყველა დამე თეთრებმა, ანუ მეტოქემ მოუკეტა, ამის შემდეგ თუ თეთრი გააკეთებს სვლას ამ პუნქტში, სამი ქვა შავების კვდება. მაშასადამე ერთი თვალი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჯგუფმა იცოცხლოს. მე ამ სვლას დავარქვი ხელყუმბარის ჩაგდება, თუ ვინმე შემოგთავაზებს უკეთეს ვარიანტს, ქართული ტერმინოლოგია შესადგენია და დასახვეწია, ყველას შეუძლია ამაში მიიღოს მონაწილეობა. ეხლა გადმოვიდეთ ასეთ პოზიციაზე. აქ ამ სიტუაციაში შავებს აქვს 2 თვალი. 2 თვალი. და იმისათვის, რომ ეს ჯგუფი მოკვდეს, საჭიროა თეთრების 2 სვლა, ანუ 2 ქვა უნდა დაიდოს, მაგრამ 2 სვლას ზედის ერთდროულად, რა თქმა უნდა, გაკეთება ეს შეუძლებელია, მაშასადამე გამოდის დასკვნა, რომ 2 თვალიანი ჯგუფი ეს უკვე ცოცხალი ჯგუფია, ანუ მუდმივად ცოცხლობს. მაშასადამე დასკვნა, თუ ააგებთ 2 თვალიან ჯგუფს, მაშინ ეს ჯგუფი ცოცხლობს. ეხლა გავამახვილებ ყურადღებას, თუ რისთვის არის კარგი 2 თვალიანი ჯგუფის აგება კუთხეში. მოგეხსენებათ, რომ კუთხეში ტერიტორიის აღება და შესაბამისად ქულების აღება უფრო იოლია, ვიდრე ცენტრში ქულების აღება. რადგან მაგალითად აქ 1, 2, 3, 4, 5 ქვას 3
პუნქტი უჭირავს. ასევე შეიძლება ახლა ჩვენ ვნახოთ, რომ 7 ქვას 1 2 3 4 5 6 7 7 ქვას უჭირავს 3 × 3 9 პუნქტი. 7 ქვით 9 პუნქტი. იმისათვის რომ ცენტრში 9 პუნქტი შემოსაზღვროთ, აი ახლა ვაგებ ახლა მე და გაჩვენებთ მეგობრებო, რომ 9 პუნქტის აგებას ცენტრში გაცილებით მეტი სვლა და გაცილებით აი მაგალითად აი ამ პოზიციაში 9 პუნქტია და ამას დაჭირდა 12 ქვა. ამითი გაჩვენეთ, რომ კუთხეებში ქულების აღება უფრო იოლია ვიდრე ცენტრში. შესაბამისად, თამაში იწყებენ კუთხეებიდან, ამიტომ კუთხეში ცოცხალი ჯგუფის აგებას ან მოწინააღმდეგის შეჭრის შემთხვევაში ამ ჯგუფის მოკვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კუთხეში თამაშს თავისი ამოცანები წესები აქვს და თავისი ამოცანები ახლავს, რომელსაც ჩვენ მომავალში ნელ-ნელა იოლიდან რთულისაკენ, აი ამ პრინციპით განვიხილავთ. ეხლა ამით ვამთავრებ პირველ ჩანაწერს, მომდევნო ჩანაწერში განვიხილავთ უკვე მაგალითებს.